საღამომშვიდობისა მოგესალმებით. აბა მივესალმოთ ლოტო 642-ის მოთამაშეებს, როგორც YouTube-ზე, ასევე ჩვენს სოციალურ ქსელში Facebook-ზე. საღამომშვიდობის და მოგესალმებით. მოგესალმებით იმ იმედით და იმ მიზნით, რომ აი ეს საქმე, რომლის გამოც თქვენ ახლა გვადევნებთ თვალს. რომლის გამოც შევიკრიბეთ, ყველა ერთად. შევიყარებთ. თქვენს smartphone-ებთან ჩვენ კი ბატონო, მით უმეტეს რომ თანხები, რომელიც გასათამაშებელია, გათამაშებიდან გათამაშებამდე იზრდება და იზრდება, ეს პრინციპი აქვს ლოტო 642-ს, თქვენ ძალიან კარგად იცით და ზოგადად ლატარიას და დღეისთვის ეს თანხა კიდევ უფრო მიმზიდველი გამოიყურება როგორც მიმზიდველად, ასევე ჟღერს და გავაჟღეროთ. რატომაც არ უნდა გავაჟღეროთ? ძალიან უხდება ხოლმე 565,215 ლარი, არც მეტი და არც ნაკლები. განა 14, 565,215 ლარია. დიახ და მეორე კატეგორია? მეორე კატეგორია საკმაოდ მიმზიდველია, 240,000 ლარს გასდა. ის შეიძლება ითქვას და ასე რომ წარმატებები ყველას ვინ შეიძინეთ ბილეთები, შეავსეთ თქვენ სასურველი ციფრებით და მე და ზურა ახლა ნელ-ნელა ავიღებთ გეს ჩვენი 787 ტირაჟი. დაიმახსოვრეთ ეს ტირაჟი და ეს ციფრები იქნებ ძალიან იღბლიანი აღმოჩნდეს. ნახე როგორ გველოდება რა დავაჭიროთ ხელი. 2 და 1. ასე ბატონო, ტრადიცია არ დავარღვიეთ, ჩვენი ლოტოტრონიც ავახმაურეთ და ძალიან დიდი ისეთი ქენი, აი რაც ჩვენს მოთამაშეებს ძალიან გაახარებთ. აბა, რა წამოვიდა 20 მრგვალი. აი ეს საუბარს პირად ურთიერთობებს რო იწყება. მრგვალი რიცხვები ზოგადად ძალიან უყვარს ჩვენს მოთამაშეებს. მე ვიცი რომ 20-იანი თქვენ დაწერილი გექნებათ, აი 34-ზე რა მოგახსენოთ, მაგრამ წითელია ორივე და იქნებ წითლების პრინციპით არის დღეისთვის. ნახოთ საბა, რა იქნება შემდეგი, საკმაოდ მაღალი შემოხტავაზა, კი, 42 ჩამოვარდა, ამ შემთხვევაში ყვითელი ფერის მომგებიანი ბურთი, კიდევ ერთი ცხელი ბურთი გვინდა. მოგორავს ამ შემთხვევაში 4-იანი შემოგვიგორდა აქვე. ნახე, რამდენი 4-იანია. 34, 42, 4 15 ჩამოგორდა და მოთავს და მოკალათ და დანიშნულების ადგილზე 15 არის ბოლო რიცხვი და ამ შემთხვევაში მას იღბლიანმა 7-იანმა დაასრულა 6 ციფრის კომბინაცია და ვნახოთ ახლა უკვე ბონუს რიცხვი. ბონუს რიცხვიც უკვე ადგილზეა. მწვანე ფერის ფერთა გამო დაცულია შეიძლება ითქვას. 18-ია ბონუს რიცხვი. გადავიმეოროთ კიდევ ერთხელ გემრიელად 20-ით ვიწყებ. 20-ის შემდეგ მოდის 34. 42. 4 ბატონო. 15. 7. და ბონუს რიცხვი გახლავთ 18. აბა, წარმატებები. რა ხდება შენი აზრით? მოდი მითხარი რა გათამაშდება დღეს? დღეს რა მინდა რომ გათამაშდეს, ვიდრე რა გათამაშდება. არ ვიცი, შეიძლება მესამე საფრთხე კატეგორია გათამაშდეს და შეიძლება დღეს მეორეც გათამაშდეს. მეორესაც გამოგიხარ ასე მიკროფონი და იქნებ ჯეკპოტიც იყოს, იქნებ იცით რა არის? ამას ჩვენ ძალიან მალე გავიგებთ, შედეგები გამოჩნდება აქ, თუმცა მანამდე უკვე გათამაშებულზე და უკვე სიხარულზე და უკვე ბედნიერებაზე უთხრათ ჩვენს მაყურებელს. საკმაოდ სოლიდური თანხა გათამაშდა სუპერ 7-იანში ამ შემთხვევაში. წყალტუბოში იქნა შეძენილი ეს ბილეთი ბატონო, ალექსანდრე ჯანელიძეა აი ამ თანხის ავტორი. და თანხა შეადგენს 25,000 ლარს და სუპერ 7-იანია ამ ყველაფრის დამსახურება, მის დამსახურებით მოხდა და რა თქმა უნდა ბატონი ალექსანდრეს აქტიურობის დამსახურებით მოხდა ის, რომ მას უკვე აქვს 25,000 ლარით მეტი წარმატებას უსურვებთ მას და გავიცნოთ. გავიცნოთ და ჩვენ შედეგებით დაგიბრუნდით. წავედით წყალტუბოში. ბედნიერების მორიგი ისტორიით ამჯერად წყალტუბოში მცხოვრებ ალექსანდრე ჯანელიძეს ვესტუმრეთ, რომელმაც მომენტალურ ლატარია სუპერ 7-იანში 25,000 ლარი მოიგო. მოდით გავესაუბროთ ალექსანდრეს და გავიგოთ მისი გულწრფელი ემოციების შესახებ. მოგესალმები ალექსანდრე, გილოცავ პირველ რიგში მოგებას. მოვედი რათა გადმოგცეთ კუთვნილი 25,000 ლარი. მოგვიყევით თქვენი ბედნიერი ემოციების შესახებ. სად შეიძინეთ ბილეთი და როგორი ემოციები გქონდათ? ბილეთი სუპერ 7-იანი შევიძინე ზუგდიდში, გადავხვიდე და მოვიგე 25,000 ლარი. არ მჯეროდა, მაგრამ ხდება სასწაულებიც.
რაში დახარჯავთ კუცნობას? ოჯახს მოვახმარ ამ თანხას. ძალიან კარგი, ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ბრძანდებით. ყველას გისურვებთ მოგებას, მადლობა სუხდი ლატარიის კომპანიას. ალექსანდრე ჯანელიძე ნამდვილად იღბლიანი ადამიანი აღმოჩნდა. თქვენ კი გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს. მოგება კი შეუძლია ყველას. ულოცავთ ბატონ ალექსანდრეს ულოცავთ რა თქმა უნდა და შედეგები თუ შეიძლება ეკრანზე ზურა გადავარდნები. შედეგები მეოთხე კატეგორიაში გავათამაშეთ 1416 ლარი, გაინაწილა 3 ადამიანმა და მოგებამ ბილეთზე შეადგინა 472 ლარი. სამი თქვენგანს გილოცავთ, მეხუთე მეექვსე საფრთხო კატეგორიებიც გათამაშდა ბატონო, მაგრამ ჯეკპოტი მეორე საფრთხო კატეგორია არ გათამაშებულა, ეს ფონდები რა თქმა უნდა უფრო გაიზრდება და აი ამ გაზრდილი საფრთხო ფონდები ჩვენ უკვე შევხვდებით ერთმანეთს პარასკევს. წარმატებულ საღამოს გისურვებთ. იგებს ის ვინც თამაშობსო. ხო, მოგება შეუძლია ყველას და მე იმედია ამ ადგილის შენარჩუნებას შევძლებ. ნახვამდის.